მოგესალმებით მოგესალმებით ქალბატონებო და ბატონებო. დღეს ვისაუბრებთ მოდი ვისაუბროთ ნაყროვანებაზე. რამდენად ნეგატიურად შეიძლება მოქმედებდეს ეს ყველაფერი ჩვენს სხეულზე. ზოგადად სულზე კიდე ცალკე. ნაყროვანება არის ბიელზებაბი არის ასეთი დემონი, ნეგატიური ქმნილება დედამიწაზე არა და სადღაც არის როგორც არის ღმერთმა კარგად ამყოფოს ყველა და ყველაფერი ვინც არსებობს ხო რას ვიძახდი ეს ბიელზებაბი არის ევჩე გაფთიშო არ გაფთიშო გავაგრძელოთ შევეცადოთ რომ გავაგრძელოთ ყოველ შემთხვევაში მე შევეცდები რომ გავაგრძელოთ რაღაცნაირად ვერ ვქენი უცებ რა ესე იგი ბიელზებაბი არის ნაყროვანების დემონი ნაყროვანება არის ერთ-ერთი იმ 7 მომოკვდინებელი ცოდვიდან. ეს ცოდვა გამოიხატება იმაში, როდესაც ადამიანი იმაზე მეტ საკვებს იღებს, ვიდრე ჭირდება. ეს ერთი შეხედვით თვითონ რატომ უნდა იყოს ცოდვა, მაგრამ აგიხსნით ყველაფერს. როცა ადამიანი თავის სხეულს ზიანს აყენებს, ეს ყველაფერი ითვლება ცოდვად. ანუ ზიანის მიყენებაში ითვლება თუნდაც სიგარეტის მოწევა, ზედმეტი რაღაცა, ზედმეტი ჭამა თავის მოკლა, ტატუირება, იმიტომ რომ შენი სხეული ხო ზიანდება ავტომატურად რა, ანუ გინდა არ გინდა. მაგრამ, ეს ყველაფერი ცოდვად ითვლება. იმის გამო რომ შენს სხეულს, შენს სამყოფელს არ უფრთხილდები და უფრო უმოკლებ სიცოცხლის ხანგრძლივობას და შესაბამისად უფრო ნაკლები კეთილი საქმის გაკეთების უნარი გაქვს მთელი ცხოვრების განმავლობაში რა. და აქედან გამომდინარე ეს ყველაფერი ითვლება ცოდვად. თან ქართველებისთვის ძალიან ნაცნობი ცოდვა არის, რო არ მოგატყუოთ, იმიტომ რომ აი დაუშვათ ახალი წელი ავიღოთ რა, ახალ წლამდე წინასაშვებავ მარხვა როცა არის, მარხვის მორჩენის შემდეგ 7 იანვრიდან ჭამას იწყებს ყველაფრის ადამიანი. აი არარეალურად ბევრს ჭამთ ახალ წლებზე განსაკუთრებით. ნებისმიერ დღეს შეგვიძლია რაღაცა გამოვნახოთ ისეთი, რომ ფოტისტ პასლაკინებს ნებისმიერ დღეს შეგვიძლიათ გამოვნახოთ რამე ისეთი იდეა, რის გამოც შეგვიძლია დავლიოთ და ვჭამოთ. ამ ნაყროვანებაში დალევაც ითვლება რა თქმა უნდა და კაროჩე, ოღონდ ზედმეტი. როგორც მოგეხსენებათ, რაღაც სანამ სასარგებლოდ ითვლება ღვინო დალევის დროს იქამდე შეიძლება. ანუ სანამ შენ სხეულს ზიანს არ აყენებ, იქამდე შეგიძლია რომ სვა, მაგრამ როგორც კი სხეული თროება და თრობაში ხარ და უკვე ვეღარ აზროვნებ და ტვინი გეკარგება და იქ უკვე კონტროლირებას კარგავ, მაგ შემთხვევაში უკვე ცოდვაში გადადის რა თქმა უნდა. ხო და ახალ წლებზე არის ყველაზე ხშირი რა, ანუ განსაკუთრებით ყველაზე ცუდი ისაა, რომ ეს შობა არის რაღაცა აუღნიშნავთ ამ ყველაფერს ცოდვით. ეგეც თანამედროვე რეალობის მომდევნო ისაა რა, ნაყროვანებაც ჩვეულებრივ ცოდვად არის. არ და იდეაში დაუშვათ მე როდესაც ჭირდება დაუშვათ რამდენი, აი 2x-ი საჭმელი და მაქვს 10x-ი საჭმელი. ეს 10x-ი რო ვჭამო და ადამიანს ჭირდებოდა 2x-ი საჭმელი. მე ხო შემიძლია რომ ჩემს გარდა კიდე 4 ადამიანი დავანაყრო. და იმის მაგივრად რომ მე სხვა დავანაყრო, მე ვიმატებ ზედმეტ საკვებს. და აქედან გამომდინარე არის ეს ყველაფერი ცოდვა. მარტივად რო აგიხსნათ რა. აქედან გამომდინარეც ცოდვა არის რა თქმა უნდა. ქართველებს ძალიან გვიყვარს თან ზედმეტი ჭამა, არასაჭირო რაოდენობით კალორიების მიღება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და რაღაცნაირი ტოქსიკური დამოკიდებულება გვაქვს ჭამასთან და საკვებთან რა. იმდენად გემრიელი საჭმელი გვაქვს, ყველა სტილის საკვები იმდენად გემრიელი არის, რომ გინდა არ გინდა ბევრს ჭამ. თან როგორც ვიზრდებით, ხო, ყოველთვის სუფრა, ყოველთვის სტუმრები, რაღაცა ალიაქოთი, ბედნიერება, ყველა ბედნიერია და სინამდვილეში ცოდვის ჭადენაში ვართ ერთად ბედნიერები ხოლმე და მაგაზეც არავინ არ ფიქრობს რა, ანუ ესე შორიდან უყურებთ ყველა რაღაცებს და ვცდილობთ რომ თქვათ რომ აი მაგარია რაღაცა რა, მაგრამ აი ვერ მივდივართ იმ იდეამდე და იმ იდეოლოგიამდე რომ ყველაფერი დავალაგოთ კარგად და ფიქრობდეთ რომ ფიქრის უნარს ვკარგავთ რა. რაღაცა გუგონია ცოდვა, აი დაუშვათ რა. აი ქართველები ძალიან ხშირად გვახასიათებთ ეგეთი რაღაცა, რომ ტყეში, აი მე მინახავს ბევრი მსგავსი ის რომ უკეიფიათ და დაუკრიათ მე ნაგავი იქ. ხო? ესეც ხო
ცოდვა არის, ანუ ცოდვა რა, ეგეთ რაღაცებს ვაკეთებთ ხოლმე, რომ ვიძახით, რომ აი ჩვენ სამშობლოს ჩვენ ბუნებას გაუმარჯოს, დაალევენ და გადააგდებენ იმ რაღაც ცელოფნის რაღაც სირობას, დააგდებენ ტყეში. აი მაგაში გიშლის ხელს ნაყრევანებას, სულ არაფერი. აი საღად აზროვნებაში ხელი გეშლება, გინდა არ გინდა. იმიტომ რომ შენ საღად ვერ აზროვნებ იმ შემთხვევაში თუ რაღაცას აქებ. იძახი რომ რაღაცა ვინც დააზიანოს იმის დედავატირეო და მე შენ თვითონ აზიანებ რა, ანუ არალოგიკური ისა გვაქვს და ჩვენ არ ვფიქრდებით ხოლმე სინამდვილეში რას ვაკეთებთ და რასაც ვიძახით რომ აი ამის საწინააღმდეგოდ ესეთები ვართ ჩვენ, ხო, მე საბოლოო ჯამში ჩვენ იგივეს ვაკეთებთ. და აი ეგრეა რა. ესეც მორიგი განორმალიზებული ცოდვაა თანამედროვე რეალობაში რა და აი ძალიან არ მომწონს ეს დამოკიდებულება მე პირადად, რომ აი შურის განორმალიზება ვცადეთ, ხო? აი თეთრი შური შევქმნით რაღაც სისულელე, კიდე რა არის? ეს ნაყრევანება განორმალიზებული არის. სიამაყე გეტყვიან, რომ აი ეგეთი უნდა იყო, აი ვიღაც ფეხბურთელებს ჩემი აზრით უნერგავენ მაგას თავში. თუნდაც ფეხბურთელს ისე ვიძახი რა პროსტა რა მასაზე ვინც გამოდის, რომ ამ პარტავანი უნდა იყო. აი ეს შენ თავზე აიღო და რაღაც რა, ანუ მაგ საქმეში კი გადგება, მაგრამ საბოლოო ჯამში ხოლმე განორმალიზებული ცოდვა არის, ანუ ცოდვა არის მომაკვდინებელი და ჩვენ ამას ანუ ჩვეულებრივად აღვიქვავთ რა. აი ეს სამი. აი ზლატან იბრაჰიმოვიჩი მაგალითად როგორც საუბრობს, აი ცოდვილი არის რა. ამ ცოდვით დატვირთულია აშკარად. მაგრამ სხვა ბევრი რაღაც კარგი საქმე აქვს გაკეთებული და მე მგონია რომ მაგას გადაწონის ის ყველაფერი რა. აი ეს სამი ცალი ჩამოთვალეთ. კიდე რა გამურჩა? ანგარებაც განორმალიზებული არის. ანგარება თეთრი შური, ანგარება შური, ნაყროვანება, ამპარტავნება, ერთადერთი ბრაზი არის, რომელიც არა, ბრაზიც განორმალიზებულია რა. ანუ ეგეთი რაღაცა მოხდა, როგორ უნდა გაბრაზდეთო. სიძვაზე ხო ზედმეტია ლაპარაკი განორმალიზებული კი არა, თანამედროვე რეალობაა სიძვა და რა გამურჩა? სიზარმაცეზეც ხო ვისაუბრეთ გუშინ. სიზარმაცეზეც ვისაუბრეთ გუშინ და ხო რა, ეგეც განორმალიზებულია. აბა რა არის? ანუ სხვა რას შეიძლება ნიშნავდეს ეგ ყველაფერი, როცა აი ესე თანამედროვე რეალობაში მოკლედ ეგეთი რეალობა შექმნეს ვიღაცებმა. მე მგონია ხოლმე რომ აი ის რაღაც მასონები და ეგეთი ამბები ხო ყველას უთქვამს და გაუგია და ესე შემდეგ. სინამდვილეში მასონები იყვნენ განმანათლებლები, ანუ მასონები ილუმინატები უნდა ყოფილიყვნენ დადებით მხარეს, პირიქით. ანუ ისტორიულად შედარებით კარგი ხალხი უნდა ყოფილიყო ეს ილუმინატები. იმიტომ რომ ხალხის იმას ცდილობდნენ, რომ უფრო მეტი რაღაც დაენახათ ხალხს. თანამედროვე რეალობაში არიან ნეგატიურად წარმოჩენილები. და მე ვფიქრობ ეგ იმის ბრალია, რომ თუ ეგ ყველაფერი არსებობს, ეგ უკვე კეთილი ძალებით და კეთილი მიზნებით კი არის იმას შვება. ბლად იმართება. იმართება უკვე ბოროტ ძალებით რა, ბოროტი იდეოლოგიებით. ძალიან მარტივად გაანორმალიზეს ყველა ცოდვა, რაც კი შეიძლება არსებობდეს რა. თუ რელიგია მართალი არ არის. ხო? აი თუ რელიგია მართალი არ არის. მაგ შემთხვევაში კიდე მაინც ფიქრობ, რომ ამ ცოდვებიდან არც ერთი ნორმალური არ უნდა იყოს. მაგრამ საბოლოო ჯამში არის, ხო? და თუ რელიგია ხო მართალია, მით უმეტეს რელიგიის წინააღმდეგ რამხელა ბრძოლა მიდის. თან პროპაგანდაც ისე მუშაობს, რომ აი რასაც უნდა იმას აჯერებენ ხალხს რა, აი ისრაელი რამდენი ხანი არჩევ. აი ისრაელზეც ცალკე ვილაპარაკობ, თუ გინდა მე ეხა მეზარება რა მაგაზე ლაპარაკი. მაგრამ ნუ აი ყველაფერი აი პროპაგანდა რა. ყველა ნებისმიერ რაღაცას რასაც ნახულობ სადღაც, ყველას რაღაცა ვიღაცას რაღაც სადღაც უდევს პროპაგანდისტული რაღაცა გამოხტომა და იმას აჯერებს და მასაზე ეს პროპაგანდა მუშაობს. ვიღაცებზე ვიზეს არ მუშაობს, ამ ტიპების არსებობა არავის არ უღერს. ხო და
საბოლოო ჯამში ეს ტიპი, ვინც პროპაგანდის წინააღმდეგია, ხო? ან უნდა გააქრონ, ან თავის მხარეს გადაიყვანონ და ძირითადად ეგრეც მთავრდება ხოლმე, მე არ მინახავს ბოლომდე რომ ბედნიერად დაემთავრებინა ანტიპროპაგანდისტ ვიღაცა ადამიანს რაღაც. ხო და არ არის კაი. არ არის კაი, ძალიან არ არის კაი. მაგისთვის გვჭირდება მასას, რომ ბევრი ინტელექტი და ბევრი განათლება გქონდეს, რომ უფრო მეტი რაღაცა დაინახოს მასამ თვითონ. დიდმა მასამ და ეს დიდი მასა მაინც არაფერს არ ხედავს საბოლოო ჯამში. და ვართ ისე რომ გაჩხერილები ვართ ძალიან ცუდ ვითარებაში. ხო. ნაყროვანებიდან აქამდე როგორ მოვედი, მაგაზე მერე ვისაუბროთ. მაგრამ ხო ხვდებით რა, ანუ საბოლოო ჯამში ყველა ცოტა გაანორმალიზეს. და აი ყველაზე მეტად რომელიც ოდაც მე იზღება, ახლა გადავიღებ მაგაზე ვიდეოს ბარეკამ, იმიტომ რომ დღეს ფეხბურთზე მინდა წასვლა და საღამ ხვალ კარგად გამოძინებ, კაროჩე. და ეხლა გადავიღებ ბარეკამ ხვალინდელ ვიდეოსაც და მაგასაც ავტესტავ. გაგაბზანდებოდეთ, არხი გამოიწერეთ, ბედნიერად იყავით და უცოდველად.